შემოგვიერთდა ყოველწმინდა სამების სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი დავით თავაძე. დილომშვიდობისა, მამა დავით. გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, საკმაოდ მძიმეზე და რთულზე, ეს არის ჩაგვრა, იგივე ბულინგი, როგორც მოიხსენიებენ დღეს თანამედროვე სამყაროში. რომ გავნმარტოთ, რას ნიშნავს ბულინგი, იგივე ჩაგვრა და რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი, არ აქვს ალბათ პერიოდს მნიშვნელობა ნებისმიერ პერიოდში ყოველთვის იყო და არსებობდა და არსებობს დღესაც სამწუხაროდ ჩაგვრა ადამიანებს შორის. განსაკუთრებით ალბათ სკოლის ასაკი იგულისხმება ამ შემთხვევაში და მოზარდები. დიახ, ენაცოლე. ამის გამომწვევი მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს ემოციური, ფსიქოლოგიური მიზეზი, სულიერი მიზეზი და ამიტომ დღეს შევეცდებით აი რამდენადაც შევძლებთ ვისაუბროთ ამის შესახებ. პირველი ეს, რასაც ამბობენ ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანები, მკვლევარები, ეს არის თვითშეფასების პრობლემა. ანუ დაბალი თვითშეფასება, რომელიც უჩნდება მოზარდს, ბავშვს და აქედან გამომდინარე შემდეგ ისინი იწყებენ სხვების დაჭაგვრას, რათა თავიანთი თავი ძლიერება წარმოაჩინონ, თავი ძლიერად იგრძნონ. რა თქმა უნდა, დაბალი თვითშეფასების მიზეზი, ასე ვთქვათ, შეიძლება ჩვენ ვეძიოთ არასწორ აღზრდაში, აღზრდის დროს დაშვებულ შეცდომებში. რა თქმა უნდა, აღზრდაში მონაწილეობას მარტო მშობლები არ იღებენ, ვთქვათ, გარკვეულ მონაწილეობას იღებს სკოლა, ქუჩა, სადაც იზრდება გარემო, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება მშობლებისგან დაშვებული შეცდომები ვახსენეთ და ეს შეიძლება იყოს ბავშვის მკაცრი და მუდმივი კრიტიკა, როდესაც როგორც მშობლები, ასევე აღმზრდელები მუდმივად აკრიტიკებენ ბავშვს, თუნდაც შეცდომის დაშვების გამო, რაც აზიანებს თვითშეფასებას და უყალიბებს განცდას, რომ ბავშვი არ არის კარგი, არ არის საკმარისად კარგი. აი მართლმადიდებლური მოძღვრები, ფსიქოლოგები, რომელთაც არის მაგალითად იეროთეოს ვლახოსი, იგორ ბოროვსკიხი, პეტრე მესჩერინოვი, ცნობილი მოძღვარი, სოფია კულომზინა არიან ამ საკითხით დაინტერესებული და ისინი მუშაობენ ამ საკითხებზე და ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვის არასაკმარისი თვითშეფასების საკითხი საერთოდ უნდა განვიხილოთ ჩვენ არა მარტო ფსიქოლოგიური კუთხით, არამედ მართლმადიდებლური ანთროპოლოგიის, ქრისტიანული ანთროპოლოგიის კუთხით და ამასთან ერთად სულიერების პრიზმაში. და ისინი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ აი მათი ხედვა მართალია, მეგულისხმობთ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებს. ძირითად საკითხებში ემთხვევა საერო ფსიქოლოგიის მიერ დასახელებულ ძირითად მიზეზებს, რომელიც ჩვენ ჩამოთვალეთ, ეს არის ოჯახური გარემო, ეს არის კრიტიკა, დაუსრულებელი, ეს არის ბავშვების სხვებთან შედარება, რომელიც ხშირად ახდენენ თქო მშობლები და მასწავლებლებიც, მაგრამ ამას ემატება რა თქმა უნდა სულიერი ხარისხი, სულიერი ანალიზი და რას გულისხმობ, ანუ არც თუ იშვიათად ბავშვების დაბალი თვითშეფასება გამოწვეული არის თურმე მშობლების ვნებებისაგან. ანუ რას გულისხმობთ, რომ თუ მშობელი თვითონ არის მაგალითად ამ პარტავნების ვნებით შეპყრობილი, აქვს სურვილი დაუმტკიცოს ყველას, რომ ეს არის კარგი, არაჩვეულებრივი და რა თქმა უნდა, მას ექნება გადაჭარბებული სურვილი, გადაჭარბებული მოთხოვნილება შვილის მიმართ, რომ ბავშვი იქცეოდეს კარგად. ანუ ბავშვი, ასე ვთქვათ, იქცევა შემდეგ ნელ-ნელა ასეთი მშობლის ეგოცენტრულობის მსხვერპლად და ვალდებულია რომ ასრულოს მისი სურვილები. რა თქმა უნდა, მეორის მშობლის. რა თქმა უნდა, ამას რა თქმა უნდა მშობელი ამას გაუცნობიერებად აკეთებს ხშირ შემთხვევაში, ხო? აი როდესაც მშობელს იბარებენ მაგალითად მშობელთა კრებაზე და შემდეგ პრობლემები ექნება ეგოცენტრულობიდან გამომდინარე ბავშვს მშობლის ასე ვთქვათ ნება სახელდება ამის მიზეზად. აი ჩვენ ვახსენეთ ზეგან ფსიქოთერაპევტი იგორ ბოროვსკიხი, რომელიც არის ცნობილი ამ მიმართულებით და ის ამბობს, რომ ბავშვების დაბალ თვითშეფასებაზე, როცა საუბრობს, ის ხაზს უსვამს თვითონ მშობლების არასრულფასოვნების კომპლექსს. ანუ თვითონ მშობლებს აქვს ჯერ დაბალი თვითშეფასება და ეს გადადის ბავშვზე და თითქოს ბავშვები ამის გამო ხდებიან მათი მსხვერპლი, თუნდაც გადაჭარბებული კონტროლის გამო, როცა მშობლები ახორციელებენ ამას. და ასე ვთქვათ, აი გადაჭარბებული კრიტიკა, გადაჭარბებული კონტროლი. აი პეტრე მესჩერინოვი არის ცნობილი მოძღვარი, რომელიც აღნიშნავს, რომ როდესაც მშობლები მუდმივად ადარებენ ბავშვს სხვა წარმატებულ თანატოლს, ასეთ ბავშვი ისინი ყველაფერს თავი დამონებოთ თესავენ მაინც რაღაცნაირად ამ პარტავნების ფესვებს, რომ სხვებს აჯობონ. ანუ
დაუშვებელია შესტომებზე მუდმივი აპელირება და ესეთი ცნობილი მართლმადიდებელი ავტორი როგორც არის სოფია კულომზინა, რომელიც ახსენეთ ამბობს, რომ ბავშვს ოჯახში ჭირდება უპირობო სიყვარულის განცდა, როგორიც არ უნდა იყოს ის. და გარდა ამისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს უყალიბდება არასრულფასოვნების განცდა და გრძნობა იმისი, რომ თავს დაკომპლექსებულად გრძნობს სუსტად უღირსად, რის გამოც ქვეცნობიერად ცდილობს თურმე ამ დეფიციტის შევსებას და ამიტომ ბულინგი ხდება ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი გზა, რომლითაც იგი იღებს ძალაუფლების განცდას. რომ რაღაცას წარმოადგენს და სხვისი დამცირებით და სხვაზე დომინირებით ცდილობს აიმაღლოს საკუთარი თავი სხვების თვალში ან საკუთარ თვალში და ისინი ფიქრობენ, რომ თუ სხვებს მისი ეშინიათ, ის სხვები ნაკლებად შეამჩნევენ მის სიზუსტეს. მოკლედ, მაგრამ ახლა გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩაგრულმა ბავშვებმა რა დააშავეს, ხო? რომლებსაც უწოდებენ მოწყულად ბავშვებს, რომლებიც არიან მსხვერპლი, ასეთი პიროვნები არც არაფერი არ დაუშავებიათ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბულინგის მსხვერპლი არასოდეს არ არის დამნაშავე, პრობლემა არის ბულერში და პრობლემა არის მოძალადეში ყოველთვის. მაგრამ არსებობს, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ფაქტორები და პრობლემები, რომლებიც ბულინგის მსხვერპლ ბავშვებსაც ახასიათებთ. იქამდე სანამ სწავლება ამ დროს ვამდავთ, რომ თქვათ მსხვერპლი, როდესაც ვასწავლით ბავშვს, რომ თქვათ არ უნდა იზაუდოს სხვაზე და აგრესია არ უნდა გამოხატოს და ასე შემდეგ. როგორი არის თავდაცვის მექანიზმი ამ დროს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვი არც აგრესია არ გააღვივოს, მაგრამ ამავდროულად თან ჩამოუყალიბოს თავდაცვის მექანიზმი. აი, პირველ რიგში ჩვენ რაღაცას ვახსენეთ ზეღან, სანამ ბულინგს განახორციელებენ ასეთ ბავშვებზე, იქამდე აქვთ მათ ფსიქოლოგიური პრობლემები. ამიტომ მათ ჯერ მშობელმა, რა თქმა უნდა, ყურადღება ამას უნდა მიაქციოს, რომ თუ ბავშვს პრობლემები არ აქვს, ის შეძლებს თავის დაცვას მსგავსი სიტუაციებიდან, ხო? ამიტომ უნდა დააკვირდეს მართლა 100 თვალი და 100 უნდა გამოიჩინოს ყურადღება, რომ დააკვირდეს, რა თქმა უნდა, ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებას. რა თქმა უნდა, რომ ჩვენ რომ წეღან ვახსენეთ ის, რომ დაბალი თვითშეფასება ახსენეთ იმის გამო, რისთვისაც ბავშვები მსხვერპლის ჩაგრულები ხდებიან, თურმე ასე ვთქვათ, იგივე დაბალი თვითშეფასება იმის მიზეზი, რომ ბავშვი ხდება სხვისგან დაჩაგრული და ვერ უწევს ამას წინააღმდეგობას. ესეც დაბალი თვითშეფასება, რა თქმა უნდა, იგივეა ესეც დაბალი თვითშეფასება. ნახეთ, მაგალითად, როდესაც ბავშვი აქვს დაბალი თვითშეფასება, როგორც ხმძარეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან წინააღმდეგობა გაუწიოს მჩაგვრელს, ან დახმარება ითხოვოს. დახმარებაც რომ ეთხოვოს, ეს არის საუკეთესო გამოსავალი. მაგრამ ამ დაბალი თვითშეფასებიდან გამომდინარე, ამასაც ვერ აკითხებენ ეს ბავშვები და ესეც სიცოცხლეა ალბათ მარტივი. და ამიტომაც მოძალადისათვის ისინი ასე ვთქვათ, კარგ სამიზნე ხდებიან, ასე ვთქვათ, ხო? და ისეთი ბავშვები, რომლებიც ასერტულობის უნარს არ ფლობენ, ანუ არა აქვთ, ასე ვთქვათ, მკაფიო არასთქმის უნარი. ხო? ასეთი ბავშვები ავლენენ შის, დაუცველობას და ამით კიდევ უფრო იზიდავენ, ასე ვთქვათ, მოძალადეებს, ხო? ნებისმიერი ფიზიკური, ნებისმიერი კულტურული და სოციალური თავისებურება, რომელიც შეიძლება ბავშვს ახასიათებდეს, იყოს შეიძლება ბულინგის, ასე ვთქვათ, მიზეზი. და უბრალოდ იმის გამომდინარე, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ესეთი სოციალური უნარების დეფიციტი, როგორც არის ჯგუფში ინტეგრაცია, მეგობრების შეძენა, ესეც რა თქმა უნდა იმწავს ხდება ბულინგის მსხვერპლი ასეთი ბავშვი და თქვენ რომ წეგან ბრძანეთ, რომ პირველ რიგში ამას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ ეს თვითშეფასების უნარი როგორმე აუმაღლოს ამ ბავშვებს და შემდეგ რა თქმა უნდა ბავშვს თუ მიუდგებით ჩვენ ქრისტიანული თვალსაჩინით, ესე იგი რა თქმა უნდა როგორც წეგან თქვით იმის ნაცვლად რომ ბავშვი მოდიბათ ვაკრიტიკოთ უნდა ცუდი ქცევის გამო უნდა უთხრათ ეს არის უნიკალური პიროვნება, ის არის ღმერთის შემოქმედების ნიმუში და მას აქვს უამრავი დადებითი თვისება. რომელიც მას ღმერთისგან აქვს, უფლისგან აქვს. ანუ განცდა იმისი, ამ ყოველივეს განცდა, ასე ვთქვათ, იმედს სასოებას გეშობს ასეთი ადამიანის და გულში, თვალში და არასრულფასოვნების კომპლექსს, ხო? ანუ ესე იგი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ როდესაც დავინახავთ მსგავს პრობლემებს შვილებთან, უნდა დავეხმაროთ მას ყველანაირად, უნდა გვერდში დაუდგეთ, უნდა მოусმინოთ, არ უნდა უთხრათ, რომ მაგალითად ბავშვი გვიყვება რაღაც მსგავს სიტუაციას, თუნდაც რაც მას შეემთხვა, არ უნდა შევაწყვეტინოთ, არ უნდა უთხრათ, რომ შენ პასუხი რატომ არ დაუბრუნდე,
ხომ? ანუ უნდა მოახდინოთ ბავშვის აღიარება, როგორც ამბობენ ოჯახში, მისი დაცვა, მისი მოსმენა, რომ თავი მან იგრძნოს საკუთარ ოჯახში დაცულად. ადგილას, სადაც ის იქნება ყველაზე მშვიდ გარემოში. და ეხლა ისევ, ასე ვთქვათ, ჩაგვრილ ბავშვებს რომ დაუბრუნდეთ, ბავშვი რომ ხედავს თურმე რომ მშობლები, ანუ ოჯახის წევრები აგრესიით წყვეტენ პრობლემებს ოჯახში, ხო? ის სწავლობს იმას, რომ ძალადობა არის მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ფორმა. და ამიტომაც, ასე ვთქვათ, გარდა ამისა, ის ემოციური ცივი გარემო, რომელიც ხანდახან ბავშვდება სკოლაში, ქუჩაში, სახლში, ხომ რა თქმა უნდა ის იწვევს ემპათიის ნაკლებობას და ბავშვს უკვე აღარ შეუძლია სულ ტკივილი იგრძნოს და სულ ტკივილი განიცადოს, ხო? და ესე იგი, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ მშობლები ხანდახან არათანმიმდევრულები არიან, როდესაც ხედავენ მაგალითად ბავშვის ქცევას, არათანმიმდევრულად ჯიან, ან საერთოდ არ ჯიან. არ ასეთი არის ასეთი და ეს რა თქმა უნდა ამ დროს ბავშვი თუნდაც ვერ ითვისებს საზღვრებს თუ სადგადის საზღვრები ხომ ის ასე ვთქვათ ქცევის და რაც შეეხება ასე ვთქვათ ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს ხო როგორც წესი თურმე ისინი აი როგორც გითხარით ხშირ შემთხვევაში თვითონ განიცდიან ოჯახში ბულინგს დამცირებას რის გამოც ასე ვთქვათ იღებენ მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და როგორც წესი ასეთი ბავშვების ასე ვთქვათ ემოციები არ არის ოჯახში აღიარებული, როგორც მოგახსენეთ და ასე ვთქვათ, თუნდაც ის რომ მშობლები არ აძლევენ ასეთ ბავშვებს გადაჭრან პრობლემები თავისით როცა უკვე წამოიზრდებიან, ესეც არის თუმ ერთ-ერთი პრობლემა ამ ბავშვებისათვის და გარდა ამისა ჩვენ გვაქვს გენეტიკური მიდრეკილებაც მშობლებისგან, მოწყობისგან, შფოთისგან, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არსებობს რა თქმა უნდა უამრავი ბავშვი ჩვენს გარშემო, რომლებიც განიცდიან ყურადღების დეფიციტს, აუტისტური სპექტრის ბავშვები არიან, ხო? და რადგან გეუბნებით ამას ის რომ ჩვენ რა თქმა უნდა როცა ვცდილობთ რომ ყოველივე ამას შევხედოთ ქრისტიანული თვალთახედვით და ქრისტიანული კუთხით ასე ვთქვათ ვცდილობთ რომ ამაში დავინახოთ ასე ვთქვათ გამომწვევ მიზეზზე დავასახელოთ არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორები არამედ თუნდაც სიამაყე და ამპარტავნება ხო აი როცა მაგალითად ბავშვს უჩნდება და სხვისი დამცირების მოთხოვნილება ხომ ამ დროს ამპარტავნება უბიძგებს მას რომ თავის სხვაზე მაყრა დააყენოს ხო ეს არის ამასაც უნდა მიექცეს ყურადღება. აი, მაგალითად, ამ დროს ბავშვი რა თქმა უნდა ვერაცნობიერებს იმას, რომ ყველა ადამიანი არის ღმერთის ხატი და მას პატივი უნდა სცეს. ხო? და როგორ გააცნობიერებს თუ არ ასწავლე? ხო? ახლა დღევანდელი მშობლების რამდენი პროცენტი დაიძებს გულზე ხელს და იტყვის, რომ ჩემ ბავშვს მე ეს ვასწავლე და არა მარტო ვასწავლე, არამედ საკუთარი მაგალითით დავანახე. ხო, ეს ყველაფერი. ხო, ყველა კვირას ხელზე ჩაკიდებული მიმყავს წირვაზე და მასთან ერთად ვდგები. ხო? ხო, ამას ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემა. ანუ ბავშვი სხვას უკვე აღარ აღიქვამს როგორც თანასწორს, არამედ აღიქვამს ობიექტს, რომელმიც უნდა მოემსახუროს მის ამბიციებს. და ამიტომაც ასე ვთქვათ, აი მართლმადიდებელი ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ ესე იგი ბავშვს თურმე შურს ხანდახან იმისი, რაც აქვს მსხვერპლს. აი მაგალითად შეიძლება ბავშვს კონდეს სიყვარული, სიკეთეც, პოპულარობაც და ამ სხვისი ჩაგვრის მიზეზი შეიძლება იყოს შური და ესეც ხონება. ხო? ამიტომაც ესე იგი დაბალი თვითშეფასება ხშირად არ არის საკმარისი, თქვათ, ამ პრობლემის დასახასიათებლად. აქ მივდივართ აუცილებლად ამ სულიერ პრობლემებზე, რაც არის თუნდაც უნება, იმიტომ რომ ახლა ჩვენ აბელისა და კაინის მაგალითი რო ვახსენოთ, წარმოიდგინეთ ახლა არ მგონია რომ დაბალი თვითშეფასება იმიტომ ქონდა, თქვათ, კაინს რომ სტრესულ გარემოში ზდიდა მას ადამი და ევა, ხო? მაგრამ ათოს და რას უზამს თუ ბუნება მარუშველა ხო არის ნათქვამი და გარდა ამისა, ასე ვთქვათ, აქ სულიერ პრობლემაზე მივდივართ, რა თქმა უნდა და ამას ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არ აქცევენ დღეს მხოლოდ ფსიქოლოგიურ ფაქტორს ითვალისწინებენ და არის დაუსრულებელი ფსიქოლოგებთან ვიზიტი, რომელსაც რა თქმა უნდა შედეგი არ მოაქვს. ქრუშვალედი არის დასაცავი მშობლის მხრიდან, რომ შულს როდესაც ცდილობს აუმაღლო თვითშეფასება, ამავდროულად არ დააზიანო ის და რას გულისხმობ ის, რომ შეიძლება ზედმეტი ამპარტავნება გაუჩნდეს ამ დროს ბავშვს და თავის ხებზე მაღლა იგრძნოს, ასე ვთქვათ, სულ ქებაში, როდესაც არის რომ საუკეთესოა, ყველაფერს კარგად აკეთებს და ასე შემდეგ და ამ დროს შეიძლება სკოლაში მას დახვდეს მართლა ბევრად უფრო უკეთესი შესაძლებლობების და უნარჩვევების ბავშვი და აჯობოს, ვთქვათ, ხომ, ამა თუ იმ საგანში ან ქცევაში ასე შემდეგ და
ამ დროს უკვე ვთქვათ თვითონ ბავშვი ხდება მსხვერპლი გამომდინარე იქიდან რომ ოჯახიდან არასწორი აღზრდიდან გამომდინარე წინააღმდეგობას ხვდება სკოლაში და ამ პარტავნებასთან ერთად იჩენს სწორედ ის შური თავსაც რომ მასზე უკეთესი თურმე ვიღაც შეიძლება არის და აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით მაგი უნდა მეთქვა ზუსტად აი ჩვენ წეღარ ვახსენებთ ფსიქოლოგებთან ეს გაუთავებელ ვიზიტებმა შეიძლება შედეგი არ მოხდეს იმას კი არ გულისხმობ რომ ეს ცუდია უბრალოდ იმას გულისხმობ რომ ერთობლივი მოქმედება იქნება გარდა ამ ფსიქოლოგიური ჩარევისა აი ამ სულიერი საზრდოც მივაწოდოთ ამ დროს მშობლებსაც და ბავშვებსაც აი ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ბავშვებთან კი არა მშობლებთან საუბარი რომ მშობლები აცნობიერებენ რა არის ამის გამოწვევი მიზეზები და აი მაგალითად გარდა ამისა არის ერთი მომენტი რომ აი როდესაც აი მაგალითად ამბობენ ასე მართლმადიდებელი მასწავლებლები და ღვთისმეტყველები ფსიქოთერაპევტები რომ აი ბავშვი რომელიც ასე ვთქვათ ოჯახში განიცდის უსამართლობას როგორც ჩვენ ვთქვის და კრიტიკას ძალადობას ხომ ის ვერ ბედავს მშობლებზე ბრაზის გადატანას და ამიტომ ბრაზი გადააქვს მის გარშემოა სუსტი ობიექტია და იმაზე ხომ ანუ ესე იგი მართლმადიდებელი მოძღვრების აზრით ბრაზი უნდა იყოს მიმართული ცოდვის წინააღმდეგ ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვს და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ის არ არის მოთოკილი და თუ ცოდვის წინააღმდეგ არ არის მიმართული ის მიმართება ყველა შემთხვევაში ადამიანების წინააღმდეგ ხო და ესე იგი იმის თქმა მინდა რომ ბავშვი არის ოჯახის სარკე და თუ ბავშვი ხედავს რომ ოჯახის წევრები ძალადობენ ერთმანეთზე აგრესიით სოციალური ურთიერთობის ნორმალური მოვლენა გონია ეს აგრესია ხო ამ შემთხვევაში ბავშვებს და რა თქმა უნდა როგორც ჩვენ ვთქვით არა მარტო ფსიქოლოგიური არამედ სულიერი ფაქტორებიდან მომდინარეობს ჩაგვრის სურვილი და ვნებებისგან პირველ რიგში რომელიც აკარგვინებს ბავშვის სიყვარულის უნარს და სხვების პატივისცემის უნარს მაგალითად როგორია ქრისტიანული ხედვა საბედნიეროდ უამრავ ბავშვს ხედავთ ჩვენ ტაძრებში წირვაზე და ამ შემთხვევაში როგორია ჩაგვასთან დაკავშირებით მათთან ურთიერთობაში სულიერი მოძღვრის და ეკლესიის როლი ზოგადად ხო აი უბრალოდ მაგას ვამბობთ რომ აი მაგალითად ეს ფსიქოლოგიური პრობლემები რომელიც მომდინარეობს არასწორი აღზრდისაგან უნდა რამენერად შეეცადოს მოძღვარმა რომ ეს გაიაზროს აი სულიერ ჭრილში და აი ბავშვისგან წარმოშობეთ უნდა უიმედობის და სასოწარკვეთილების მომენტს ებრძოლოს იმიტომ რომ ამ დროს არც თუ იშვიათად ბავშვი მოდის ეს მომენტები და ეს ამას თუ ახსარებით არ ებრძოლე ამას ხო მარტო ფსიქოლოგი როგორ დაამარცხებს ხო ამიტომ იმის თქმა მინდა რომ აი ესე იგი გვაქვს ბავშვებში ამ დროს უსუსურობის განცდა, შიშის განცდა, არასაკმარისი სულიერი სიმტკიცე და სხვადასხვა შიშიც უნება. ხო, ადამიანს რო ეშინია, რატომ იმიტომ რომ საკუთარი თავის იმედი აქვს ხოლმე და მხოლოდ ღმერთის იმედი არ აქვს და როგორც საკუთარ საკუთარი რესურსით ვერ ამარცხებს ამ გამოწვევებს და პრობლემებს შეეშინდება ბარა. ამიტომაც აი ბავშვს რაღაცნაირად ეს მართლმადიდებელი კულტურით უნდა დაველაპარაკოთ. ბავშვს და მის მშობელსაც აუცილებლად ერთად ან ცალ-ცალკე ყოველ შემთხვევაში ეს სამკუთხედი უნდა შეიგრას მოძღვარი სულიერი შვილი და ბავშვი. ამიტომ გვასწავლის ხომ ჩვენი უფალი იმას რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მშობლებს. თავისთავად ეს ასე არის, მაგრამ ხშირად მშობლებს ეს არასწორად შეიძლება ესმოდეთ, რომ თითქოს ყველაფერში უნდა დაემორჩილოს ბავშვი და ალბათ აი აქ არის სწორედ დაშვებული შეცდომა, რომ ის თუნდაც რომ ბავშვმა ვთქვათ იცოდეს არასთქმა და ასე შემდეგ, მშობელს თითქოს მიაჩნია რომ ყველაფერი კი ასე არის რომ მშობელს თითქოს ყველაფერი გვინდა საუკეთესო ბავშვისთვის. შეიძლება გადამეტებული და გადაჭარბებული მზრუნველობაც გამოჩინოთ ხო ბავშვის მიმართ და ყველაფერში მის ნაცვლად მივიღოთ გადაწყვეტილება რომ ეს შეჭამოს, ეს ჩაიცვას, ეს გააკეთოს, აქ ამა თუ იმ წრეზე შევიდეს და ასე შემდეგ და ბავშვი თუ გაუწევს წინააღმდეგობას ასეთ შემთხვევაში შეიძლება მან ეს პირიქით ძალიან უარყოფითად გამოავლინოს შვილის ასეთი დამოკიდებულება და უთხრას რომ არა მე შენზე უკეთ ვიცი რა გჭირდება რა არ გჭირდება ასე შემდეგ ხო აი ხომ არასწორად ხომ არ ესმის მშობელს სწორედ ეს რომ ანუ პატივისცემა ეგულისხმებოდეს უპირობო მორჩილებას ასე ვთქვათ მზანდები თქვენ აი ფაქტობრივად უპასუხეთ კიდეც ამ კითხვას იმიტომ რომ რა თქმა უნდა ესეა იმიტომ რომ როგორც ახსენეთ ეს ეკოცენტრულობა მშობლებისა და თვითონ ვნებები მოქმედებს გადადის კონდა შვილებზე და რა თქმა უნდა მშობელი ამას სიყვარულით აკეთებს ბრწყალებში ხო აი თქვენი ნათქვამიდან მე უბრალოდ გამახსენდა თუნდაც ის პრობლემას აი თქვენ ასე ვთქვათ კონტექსტში თქვენი კითხვის აღგზნობოდა ის რომ აი სწორედ ეს რომ ახსენეთ არა
ხო, უნდა ვასწავლოთ ბავშვს არა, მაგრამ როდის როგორ არანაირად ამას აქვს მნიშვნელობა. აი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბავშვს პირველ რიგში ვასწავლოთ თავისუფლება. ანუ ბავშვები გავზარდოთ თავისუფალ პიროვნებებად. იმის თქმა მინდა და ეს არა ქვია, იმის თქმა მინდა, ნახეთ თქვენი კითხვიდან გამომდინარე, რომ თავარია ბავშვს თავისუფლები აღიზარდონ ბავშვები და რაც შეეხება იმ არას და კის ეს როგორც ამბობენ მართლმადიდებელი ფსიქოლოგები ეს თავიდან უნდა გვესწავლებინა. ეს უნდა გვესწავლებინა დაახლოებით 5-6 შვილის ასაკში. და მე უკვე როგორც ამბობს დავით გურამიშვილი რომ რა მოიზარდოს, მოყვინჩილდეს მამლურებს შექმნას ყივილიო, მე უკვე აღარ შეიძლება იმას ძალადობა ასეთ ბავშვზე და თუნდაც ის რომ აი მე შენთვის კარგი მინდა შვილო და როგორც თქვენ მძანეთ, ესე უნდა გააკეთო როგორც მე მინდა, ის უნდა გამოხვიდე როგორც მე მსურს. ხო? ანუ ესე იგი, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ეს გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. აი თუ დავინახეთ რომ შეცდომა დაუშვით ამ მიმართულებით, ამ დროს მშობლებმა უნდა გააზრიეროს ლოცვა. უნდა თქვას, პატიება უნდა თხოვოს ღმერთს, პატიება უნდა თხოვოს თვითონ შვილს და ილოცოს. და რა ის რომ ასე ვთქვათ, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაერთოს შვილებთან. იმიტომ რომ ამ დროს მშობელს შვილი თავს იცავს იმ გაგებით, რომ ის იცავს თავის თავისუფლებას თავისებურად. და რა თქმა უნდა, მშობელს მისვლის სიკეთე უნდა, მაგრამ ამ თითქოს აი ამ თავისუფლების წართმების მდგომარეობაშია და ამ პროცესშია. ანუ ეს თქმა მინდა იცით რომ აი ეს თავისუფლება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და როცა აი როგორ მდგომარეობა იცით რომ როცა თავიდან არ ვასწავლეთ ბავშვს არა და კი როდის უნდა თქვას და უკვე ახარ გვემორჩილება, მერე უკვე ეს ძალადობა ხომ შეიძლება ამან უკვე გამოიწვიოს ის რომ ახეთ შემოგვიბრუნოს მერე ხელი. ხო, და ეს კიდე ეს უკვე მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება, თუმცა გამოსავალი რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში არსებობს. მამა დავით, არ არის მხოლოდ გარდა ტეხის ასაკზე და მოზარდობის ასაკზე ხომ საუბარი. ალბათ თუ ასე გააგრძელდა მოზარდის ცხოვრება, ის თუ ჩაგვრელია, ეს შეიძლება ალბათ გადაიზარდოს უკვე როდესაც თავად შექმნის ოჯახს. ალბათ ასეც შეიძლება რომ რანორცოთ ეს საკითხი. კი ბატონო. სამომავლოდაც გაგრძელდება ეს აგრესია უკვე ოჯახის შექმნის შემდეგ, საკუთარ ოჯახში, იგივე შვილებთან ურთიერთობაშიც იგივეს გააგრძელებს ალბათ ხომ ადამიანი, რომელიც ჩაგვრელია ბავშვობის ასაკიდან დაწყებული. რა თქმა უნდა, ასე იქნება. მე უმეტეს შემთხვევაში ასეც არის ხოლმე და როცა ჩვენ აი ჩავეძიებით ხოლმე ამ პრობლემებს, შეიძლება ვხედავთ რომ სწორედ მშობლებიდან მოდის ეს ყველაფერი და მათი არასწორი სულიერი განვითარებისგან, მათი ვნებებისგან თვითონ არიან ოდესღაც ამ სხვერპლნი ამ ყოველივესი. ჩვენ მაინც იქამ მივდივართ იმ მომენტამდე რომ რაღაცნაირად გასაგებია რომ ძალიან დაკავებულები ვართ. ამას ყველაფერს შვილებისთვის ვაკეთებთ, ოჯახისთვის ვაკეთებთ, მაგრამ დროს ვერ პოულობთ შვილებთან ურთიერთობისთვის. არადა თუ ადამიანს აქვს დაწყობილი, დალაგებული სულიერი ცხოვრება და მოწესრიგებული, აი ღმერთის ნებით ის მოახერხებს შვილებთან მეტი დროის გატარებას. ისევ და ისევ ეს ასე ვთქვათ მაინც მგონია რომ შობაც შეუძლია რომ ეს დეფიციტი ანაზღაუროს შვილთან მეტი დრო გაატაროს მასთან და ამით ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე საკითხზე მოგვიწია დღეს საუბარი მამა დავით, რომ იყავით ჩვენ გადაცემის სტუმარი. მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ და დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი დავით თავაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.